პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივნისიდან ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება. პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით. 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით, ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით. კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით. ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით. ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით. იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე. პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩისკენ. ანა კალანდაძის ყოფილი ბულაჩაურის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით. დროებითი სქემის მიხედვით, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან. კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით. შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით. პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაიშვება მარცხნივ მობრუნება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის გავლით ბახტრიონის, მიცკევიჩის, კანდელაკის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემდეგი სქემით იმოძრავებს. გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩების გავლით შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედანზე მოხვედრა, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ხოლო ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ბექას ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის გავლით. გაგარინის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბექას ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ყაზბეგის გამზირიდან პეკინისა და გაგარინის ქუჩებისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი გაივლის პეკინს. შემდეგ ანა კალანდაძის ქუჩიდან შეუხვევს შარტავას ქუჩაზე და გაგარინის ქუჩის გავლით მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ყაზბეგის გამზირიდან ვახუშტის ხიდისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყაზბეგის გამზირიდან გაუხვევს პეკინის ქუჩაზე. 26 მაისის მოედანზე მობრუნდება მარცხნივ და კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის გავლის შემდგომ მოძრაობას ვახუშტის ხიდისკენ გააგრძელებს.